ნაწილი სწორედ ეს მდგომარეობა არის საპროტესტო აქციაზე და ხო, ну, პირველ რიგში მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვო ყველა იმ ძალადობის სამიზნეს სხვაებს, რომელიც გუშინ ქვეყნის ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა. და რაც მთავარია, სწრაფი თავისუფლება, განთავისუფლება მინდა უსურვო ყველა იმ უკანონოდ დაპატიმრებულს გუშინ და აქამდეც. როგორც ჩანს, შეშინებული და დაკომპლექსებული ივანიშვილი ფიქრობს, რომ მას შემდგომ რაც ვერ მიიღო აღიარება საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის აღიარება გაყალბებული არჩევნების შემდგომ და ვერ მიიღო ვერც საერთაშორისო აღიარება, ფიქრობს ძალით და ძალადობით ან შეაშინებს ვინმეს, ან აღიარებინებს საკუთარ არაკანონიერ ხელისუფლებას. და ჩვენ ყველანი ხო ხედავთ, რომ მისი ხელისუფლება უკვე ნდობაზე და აღიარებაზე კი არა, მხოლოდ რეპრესიულ ძალადობაზე დგას. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება იდგა რეპრესიულ ბოლო პერიოდში ძალაუფლებაზე ზუსტად იგივე ზომდერები ძალადობენ ხალხზე და ზუსტად იგივე მოსამართლეები უკანონო დაპატიმრებულებს შემდგომ ასამართლებენ. როგორც არ უნდა გაამკაცროს დღეს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კანონები, როგორი რეპრესიულიც არ უნდა გახადოს ეს კანონები, როგორც არ უნდა ეცადოს, რომ შეაშინოს ქართველი ხალხის ნება. რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოვა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, სად არის ჩვენი ადგილი, რა არის ნამდვილი ღირსება, რა არის ნამდვილი მშვიდობა, რა არის ნამდვილი დამოუკიდებლობა და რა არის ნამდვილი თავისუფლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი დამოუკიდებლობით და თავისუფლებით დავაბრუნოთ ჩვენი სამშობლო ნორმალური, ევროპული, ღირსეული განვითარების გზაზე.